მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, დედა როგორ ცხელა ბატონებო, ესე იგი რა გითხრათ, აი არ ვიცი, საოცრება ხდება რა. ზაფხულია ცხელა ბუღიადის ქალაქს რა. სასწაული ესე იგი გარეთ ზაფხულის პაპანაკებაა ჩემო ბატონო და აი აქ შიგნით კი ჯაპანას პაპანაკები თავართ ჩემო ბატონო, მე გახლავართ ჯაპანა თავად წამყვანი ამ გადაცემისა და დღეს მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ჩემი ძმა და მეგობარი, უიჭიერესი კაცი, უიჭიერი კაცი, საყვარელი კაცი, კაცური კაცი, გიპატიური ბოლოს და ბოლოს ყველაფერი. კაი ძველი, კაი დამთმელი რა რო იტყვია რა, მოკლედ რა ქართველები რო იტყვიან, ესეთი კაი ბიჭია, ჩემი ძმა კაცი, ჩემი ჯიგარი, ერთად გამოვიარეთ დიდი ხანი, ეს ცოტა პატარა, ცოტა კი არა, კარგად პატარაა, მაგრამ მაინც მქონდა ბედნიერება, რომ ცხოვრებაში მასთან ერთად რაღაც კარგი დღეები მქონდა. როგორც გადაღებაზე, ისე ცხოვრებაში ჩემო ბატონო. მიყვარს მაგრად, გამარჯობა დავით, შემოგეულო ჩემი. შენ გაიხარე, ამ სიტყვების მერე დიდი მადლობა პირველ რიგში. შემოგეულო, სიცხეც აღარ მაწუხებს და არაფერი ისეთი. დიდი მადლობა, მოხედი. მიხარია შენი მოსვლა და პატივია ჩემთვის შემოკარგო, იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ, ნიჭიერი კაცი ხარ და რუსთაველის თეატრის მსახიობია, კიდე მოგეხსენება ჩემო ბატონო. ეროვნული. ხო, ეროვნული თეატრის ჩემო ბატონო. ეს ამის არიან კოლეგები იქ თეატრში, რომ მაგალითად ბაჩი ლეჟავა არის ეგეთი, რომ ჩვენ პირველი თეატრი ვართ წნაო და მე მარჯანიშვილის თეატრი და არის ერთი ამის გარკვევები მიდის, რომ ჩვენ რატო ვართ მეორე და მიდის ერთი ამბავი, მოკლედ, მაგასაც დაკავშირებით. როგორ ახარ შემოგეულ შევითარ? ნუ მადლობა რაღაც აგები დამიწერა ყელი აწუხებდაო. მეთქი ყელი რა არის? მეთქი ვიდო ყელი კი არა, კაც გული აწუხებდა, ისე აწუხებდა რომ არა, ყელის პრობლემაც იყო. აი დღეს ესე ხო. ჯერ მოგესალმებით. ხო, გენაცვალე. მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა. გაიხარე. და ამ სიცხესაც ვუძლებთ. უნდა გავუძლო. 53 ნახევარი ჩემო მანქანამ პირველად დავაფიქსირე, ფოტოც გადავუღე. კი ბატონო. ხო და საკმარისია. ეს ყელის პრობლემა, ახალ წელს გავიღვიძე და ხმა არ მაქვს. ვა. არ დამილევია არაფერი, არ მიყვირია, არ მიჭხუბია, ნუ სპექტაკლები არ მქონია, რომ რაღაცნაირად დამ ვიფიქრე გავცივდი. აი, კი ბატონო. მეთქი გავცივდი. იცის რა, ხო იცი გაციებამ. გავიდა ხანი, არ მომდის ეს. სპექტაკლები? არის ყო. ნუ არა მაქვს ხმა და მეთქი თან საახალწლოები და არა ვარ საახალწლოებში. ხო. მივედი ხლა ექიმთან, ხო, მივიდე და პირველისა, ჩემო მეგობარო, მეუნებიან რომ ნუ პირველი ვერ მითხრეს თუ რაღაცა, მე კიდე სხვაგან მივედი და მეუნებიან რომ ნუ შესაძლებელია ეს იყოს ის. ნუ რა ქვია იმას, კიბო. რას მეუნები ჯვარი გეწეროს ეს? ნუ ხარ რეაქცია ხა ხო ხდეთ რა მომივიდა და აი ნუ თალთეცი არ ვიქნება დაახლოვებით ნუ აი ნუ ნახოთ ხა აი ის ქნა დავთეს და ნუ ისე მიყურებს რომ ნუ ხო რა ეგ არის ეგ არის რა მიგაგწერილი მიმოწერილი ხო ნუ მეთქი აქ და არის მაგრამ მე ხო ვიფიქრე აქვს ახლა ვიღაცები დაახლოვებით წესით მაგრამ არ შეგეშდეთ ყელის თემა ყველაზე ადვილია კიდე არ ცელდება რაღაცებს მეუბნებიან ნუ ხო მოკლედ მე ვინერვიულე მაგრად მე აქითური კი გულიც იმიტომ გაგეკობა ეგ ხო და ერთი სიტყვით მე კაცი რო ხარ გული იმიტომ კიო ერთი რო იყო ბუასილი გეკდებოდა ხო იცი ის გეტყვი და რო კონდა მაგიტომ ესვამდა ნაღდი ამბავია ხო ნაღდი ამბავია ხო და მე მივედი იქიდან ნუ უცებ ხო პროფესიონალსაც გააჩნია რა რადონის ჩამომხედა არ შეგეშინდეთო რაღაცა ეს არისო რაღაცა ნუ ხდება პროფესიონალი ნადებით შეიძლება იყოს რაღაცა იოგებზე ნადები მოხვდა რაღაცნაირად რომ მომღერლის ოპერის მომღერლსაც ემართებათ არ ვიცი ნერვიულობაზე შეიძლება და რაღაცაზე არ ვიცი და მოხსნათო ლაზერითო და მორჩენილი თემაო ცოტა ხანშიო ხმა საერთოდ დაგივაო და ნელ-ნელა ესე მოგივა ისე ხმაო ცოტა შეშინდი რომ ბოლომდე წამივა ვაიდა ეხლა გულის პრობლემა არ დაგმართო და ისე რომ პრემიერის არ მოგივიდა შე რაღაც პრემიერის ეს დათვსაყოლის ოლივერში ფეიგის თამაშობდი და კი კაცო სწორ ფეიგის და იქ კიდე მანდა მე სცენაზე უნდა მომივიდეს გულის ამბავი როგორ ხო არა გულის ამბავი ეხლა ჩანათარი ყველაფერი ნორმალია შენ დაისტენდა მე ხალ კიდე რომ დავსტენდი კაცო სტენდები ეს უკვე სტენდები დაშუტულიც ვარ აჰა მე ვარ და შუტირებაც გაკეთებული უკვე ანუ როგორც მითხრა ჩემმა ექიმა ვინც გამიკეთა სულხანმა ლომიაძე ლომია მართლა მაგარია
ბატონმა სულხანმა როგორც მითხრა, ბოლო კაპიტალი გაქო, კაი გაგებით გაკეთებულიო. როგორც მოგული შენ თავსო, იმდეხას გაკაჭა. შუტირება გაკეთებული როგორ მართლა კაპიტალკაა ზღვა. კი, არის. ჩვენ სასახში ხო იცი რა. მე სტენდავდე, ეხლა გვიჯერა რომ. იცი რა, სტენდების თუ საჭიროა არ არის პრობლემა, ეგეც დამიჯერა ესა რა. კაი, გადავიდეთ, რა კაი პრემიერაზე ვილაპარაკეთ და ყველაფერი კარგად არის. გულის ვაჟა-ფშაველაზე პრემიერასთან დაკავშირებით გითხარი 1-2 სიტყვა. როგორ რა, თან იმას გაუკეთებია, რა ქვია, ნიკოლოზ ჩვენს კი ბატონო, მიროვიჩ. კი გენაცვალე. კი, ეხლა ხანს ვითამაშეთ, ეს ეხლა ხანს იყო პრემიერა. ისე მოხდა რომ მამაშვილის თემა იმის არ იყოს ლებრონ ჯეიმსის მამაშვილი ერთდო მამაშვილი ხო მამაშვილი დგარვართ ჩვენ მამაშვილის სცენაზე სხვადასხვა ისევ ნიკუშასთან ემაში შკრუჯი ვითამაშე და იქ იმაში პატარა იყო ჩემი ელენე აგი ჩემო კარგო გონახეთ ფოტო გონახეთ საწაიღეთ აი ეგ არის ხო ეს უკვე ეს ახალია ხო და იქ პატარა იყო და იქ ნუ ისეთი შეხებაც არ იყო კი სცენაზე ვიდექით მაგრამ ეს უკვე თვითონ მე პროფესიონალი მსახიობი დადგა ელენეც და რუსთაველშია შეცადი არა რუსთაველში არ არის ელენი არის მოზადმაყურებელთა თეატრში აქ თბილისში და არის ასევე გორის ერისთავის სახელობის თეატრში ნიკუშა არის იქ სამხატვრო ხელმძღვანელი აქ ბატონ დიმასთან ღვთისმშობლთან კი ბატონო ხო და აქ პროექტი იყო რუსთაველი გორი ეს ვაჟა-ფშაველას ასე ვთქვათ ბოლო მისი სიცოცხლის სადაც წევს იმ სამხედრო ჰოსპიტალში იმაში უნივერსიტეტი აი მაგ დღეს თუ რაღაცა იქ გარდაიცვალა და აი ეს ზმანება ასე ვთქვათ მაგის ბოლო ეს არის რა ბოლო დღეები მაგრამ უფრო მეტიც აი მოგონებაში რაღაცა აგონიაში ხო ბალახი ფოთლები და რაღაცა აქ მე ჩვენ გადავწყვეტთ რომ ნუ სპექტაკლის სახით რომ ალუდა უფრო მეტი ალუდა შემოდის მის ასე ვთქვათ იმაში და ეს ალუდას თამაშდება ასე ვთქვათ და რა ვიცი საინტერესოა ერთ მხრივ მე მგონი ესე იგი პრემიერა ითამაშა და ფაქტობრივად სეზონი დაიხურა და დაიხურა ისე ანუ თითქმის ისიც ვერ გავარდა ვთქვათ რომ ხალხსაც ენახა და ასე ვთქვათ და სულ ორი სპექტაკლი ვითამაშე სცენაზეა თუ არა ექსპერიმენტულ სცენაზეა ჩვენთან რუსთაველის თეატრში ვითამაშებთ ამას სექტემბრიდანაც გორშიც არ ვიცი თუ არ გავიდა გორის ერისთავის თეატრი რემონტზე გორშიც ვითამაშეთ სხვათა შორის ერთი სპექტაკლი ბოლო გორში ვითამაშეთ გორის მაყურებლისთვის და იქაც სავსე იყო სხვათა შორის გამიკვირდა ამ სიცხეში ამ ზაფხულს ამდენი ხალხი თუ იქნებოდა არის ხალხი მაყურებელი მოვიდა და ნუ ჯაბან ხო იცი ახლა ადამიანს როცა თამაშობს რაღაცა ზებუნებრივი ძალის გენიოსს რომელიც ასე თუ ისე ვიცით ეს ხო არ არის თქვა ვიღაცა ფრანგი 14-15 საუკუნეში ვიღაცა გერცოგებს და რაღაცებს რომ თამაშობ და ნუ ჩვენ იმპერატორს ვაკეთებ და ასე თუ ისე რეჟისორის და ეს კაცი ეს გენიოსი ვაჟა ვიცით ვინც იყო თითქმის აიგეთ სულ 100 წლის უკან ხო და ნუ ჩემთვის ეს იყო ნუ რაღაცნაირად რომ ყოველ შემთხვევაში დავწრილიყავი მაქსიმალურად აი ემოციების და ახალი სეზონი და გაგრძელდება იქნება დაბადებული ბრძანდებით თუ სამობრძანდებით უეჭველი რაზეა ლაპარაკი დავიწყოთ როგორც დავიწყოთ ყველაფერს ვიწყებთ როგორც დაიწყეთ ასე და აქ ერთ-ერთი და პლუს ამას დავამთავრებ ამ იმას თემასაც რომ აი უკვე ელენეც გორში რო არის აქედან მოუწია და იქ რამოდენიმე როლი ჩემ შვილსაც იმასაც გულქანიც არის ერთი მერდი ის დამხმარე დებისის რო ამამა ექიმე ისიც არის და აი პატარ-პატარა ესეთი როლები აქვს და როდის დაამთავრა თეატრალური დაამთავრა ელენე ერთი 2 წელი არის 2-3 წელი არის უკვე და ასე ვთქვათ პროფესიონალი მსახიობი ბევრ როლებიც ითამაშა უკვე ძიმასთანაც იქ ეხლა ბოლო იქ ოფელია ითამაშა ჰამლეტში ძიმასთან ღვთისმშობლთან და გორშიც უამრავი სპექტაკლები და რა ვიცი დატვირთულია მოკლედ ახალგაზრდა და რაც მე მიხარია პირველი თუ მაქსაკბეში ხარ დატვირთული უნდა იყოს აბა რა თუ არ უნდა იყოს თან მაგასაკში ბიჭო რა თან მაგასაკში კი უეჭველი რა ეხლა დავიწყოთ რა შენი ცხოვრება როგორც დაიწყე ეს ეხლა ბავშვობა შენი რა მაინტერესებს ახლა როგორი ბავშვი იყავ გურული ფიცხი რამე ცელკი როგორი ტიპი იცი რა არის არა ვიყავი თან როგორც გავიგე მეოთხე კლასამდე ეხლა ფრიადოსანი ვიყავ მეოთხე კლასამდე ყველა ფრიადოსანი ვიყავ ო გავიგე ხო და ესე მე გავფუჭნი თუ არა გავფუჭნი ხო ნუ სწავლის მხრივ ვიძახი ხო სწავლა
მერეც ახლა უბრალოდ მე ინდივიდუალური საგნები მიყვარდა რასაც ახლა საერთოდ თვლი რომ არ მჭირდებოდა საერთოდ ქიმია ნუ აი რაში მჭირდება ქიმია მაგალითად მეც აუტანელ საგნებს თან ჯავაშვილი მასწავლე და სასწავლი მეც მააცხადა ნუ საოცარი პიროვნება იქ სასწავლში ისეთი ხდებოდა და სასწაული ხდებოდა სასწაული ხო ქიმიის მასწავლებლის მნიშვნელობა ჩემთვის ქიმია არ იყო ხო დიდად ხო ხტები და რატომ უნდა მეწევლა ქიმია ვერ ხდებოდი ვერაფერ თან მინდოდა არტისტობა ახლა აშვაში იყო ქიმია არტისტობა ფიზიკა გასაგებია ფიზიკა ისეთი თემაა და მათემატიკა ყველა ჭირდება მაგრამ აი ქიმია ესე იგი ბავშვობიდან გინდოდა არტისტობა ესე გამოდის მე ბავშვობიდან რატომ მინდოდა ახლა ჯერ ერთი მე-4 კლასში ვიყავი გურამი რომ გახდა ჩემი ასე ვთქვათ მამობილი კი ბატონო ხო მე-4 კლასში პატარა ხარ აბარა ნუ მისი გაზრდილი ხარ მაგაზე ხო 10 წლის ვარ ასე ვთქვათ 10 წლის ვარ ეს პატარა ვარ და პლუს ამას ჩემი ბუნებრივი მამაც მსახიობი იყო მარჯანიშვილის თეატრში ვაჟი დარჩია კი მე ნუ და დაანება თორე როლები ისინი ხუთები ცოტა ხანი იყო გაეშვა მე და კუცანგათლებო თემაში წავიდა და მე კულტურის სახლების და ნუ ბოლოს წეცის ტურბაზები იყო მაშინ იმის დირექტორი იყო სოციალური რომ გარდაიცვალა ანუ თემაში მომსდევს თქო მე პლუს ამას ახლა ეგს ისევ ამბობ თორე ჩემი მაინც ის იყო ფილმები მიყვარდა მე ჯაპან ძალიან ფილმები ინდონეზია მიყვარდა აი ტარანტინო რომ ამბობს ფილმებით აი ფილმები ბევრი ფილმი აი ძალიან ბევრი ფილმს უყურებ იმიტომ რომ ჯერთი უბანშიც მე იქ რომ მივიღე შანხაიშიც კინოთეატრი მქონდა იქაც აი კინოთეატრები ახლოს მქონდა და რაღაცა მიყვარდა პირველი ემოციები რომ ნახე რა ვიცი ეს ტარზანი შესაძლოა შვიდეული ნახე ძალიან პატარა ვიყავი ნუ აი რაღაცნაირად აი იმოქმედა ამ ადამიანებმა ამ და მეთქი ეს ჩემი პროფესიაა რა არ იმოქმედა ქუჩის ბიჭებმა კაი გაგებით იმოქმედა იმიტომ რომ იქ ჩემი მისაღები და ჩემი სასწავლი კარგად გამიგე რა ვისწავლე და მადლობა ამისთვის მართლა უბრალოდ მე ამ ყველაფერს თავისი ამბავი აქვს რა და ნუ მე ჩემ ამბავს მივხედე რაც უფრო წეთად მეტად გამომდიოდა და წავედი ამ ამბავში რა დარჩნენ გასაგებია ხო ხტები თორე ის მე ძალიან ბევრ ამაში დამეხმარა თუნდაც ჩემს პროფესიაში მე ჩემი როლები როგორ შევქნა რაღაცების ხო ზოგი იმას თამაშობ ზოგი ასეც თამაშობ განა ის პოლიციელები არ დამეხმარა რომ დარბობდნენ იმ დროს შემოვარდებოდნენ იმ დროს და აი ისინი დამეხმარა იმიტომ რომ შეიძლება ისეთი როლიც იგი თამაშო მოგიწევს როგორი უნდა ეთამაშო ებოსური ვახსოვობა ქვია მაგას ტაისკის ხო და ეს სულ მომწონდა და სულ ამას უყურებდი მე ვიცოდი რომ ნავდა ქიმიკოსი გამოვიდოდი მენდელევი ამიტომ თან მე უკვე წრე მე რო გავიზარდე ხო იზრდები და მენდელევი მე კლასელი მყავდა მაროიანი ნაშა ეგონა ბიჭო კუთხეში სურათი იყო მაგარი ნაშა ეგონა ხო ნაშა იყო ისე უყურებდა სექსუალურად ხო და მე უკვე წრე ხო იცი ვინები დადიოდნენ ჩემთან ვინები მოძრაობდნენ ანუ გურამისთან სახლში ოჯახში რა ვიცი ლეო ფილფანი იმედა კახიანი ლორდ კია გურამ ფიცხალაძეს ესეთი ადამიანები ამოდიან რაღაცები უკვე ხვდები უკვე შენს ექცევი მაგარი კაცი მე მაგალითად ბედნიერება შევხვდი გადაღების დროსაც აი ფოტო ნახე რა კაცი ჯერ ესეთი ნუ აი ვერავინ ვერ მერტყვის ეხლა მეც ცხენი ვიცის და მზივარ და ესე კაცი ვერ იჯდა ვაფშე სხვადასხვა ერთმანეთს გეტყვით მაგაზე საქართველოში კი არა აი სოფლიოში ვერ აჩდილებში ხო ერთად ვითამაშეთ აი ისტორიულ ფილმში ლევან თუთფერიძის ფილმში და იქ სულ ცხენი და ხმალია აბარა და მე ვთვლიდი რომ ანდრო ყავდათ ალექსიძე იმის ანდრო ყავდა ალექსიძე მე ვთვლიდი როცა მე ცხენზე ნუ კარგად ვისწავლე რა იცი ახლა ბიჭები არ მომატყუებებენ ვინც ახლა გვისმენს ცხენოსნები იქნება და იგივე ამ მართლა იმ პერიოდში იმდენი ვივარჯიშე და იმ ჩემი მე ნარკოზა ერქვა ჩემს ცხენს ცხენები 5 გმირისთვის ახალი ცხენი იყიდეს და მივეჩვი ანუ იქ ცხოვრობდი თავაში კი ბატონო ბეჭედი რა ქვია ლუკაჩები ბიჭები ფომა ლაზარა სახა სეროჟა სერგეი კი ყველა სერგო ვაჩიკა ვენაცა ვაჩიკა სვაბოდო დივიძილ ვაჩიკა სხვადასხვა მაგ ერთ-ერთზე მაქვს მაგარი ვიცი მოგდა ეგეც ეხლა გამოგარდაიცვალა კაცო ვიცი სულ დაიხოცე სახა გარდაიცვალა ფომა გარდაიცვალა ლაზარი ექს აბერძნეთშია ლაზარი კი ბატონო ძმა არის ფომა ხო და იქ მოკლედ ჯაპან ისე თქვი რომ დაჟე ტრიკებს მე შევასრულებ ჩემით მეთქი გავვლატავდი მე ვაკეთებდი და პანდემიასაც ვაკეთებდი ცხენოსნებად თქვენ შენი ფული მიიღე ჩვენი ფული ტინაშ ხლებ კუშეს ვიცი რა მითხეს ტინაშ ხლებ კუშეს ჯაპანე და იქ 100 მეტი იყო ძმაო ტრიუკიტო 100 მე დავჯიქი და ბიჭებს ვეუბნე ხეთ ჩესნათ მეთქი ხო საიმიც აქვს სარკე ვინ არის მე ვთხარ ხეთ ჩესნათ თქვით
რა თქვენ სახეობებში გამოუულია? ხო, ბევრს გამოუულია, მეთქი დიდ არტისტებს, საშუალო არტისტებს, პატარა არტისტებს. კი. მე ვთვლი მეთქი, ჩუდად არ გამიგოთ ხდა ამბიციურად მეთქი. მე ვთვლი მეთქი, რომ აი ყველაზე მაგრად მე ვზივარ მეთქი, რა ცხენზე მეთქი. მეთანხმებით მეთქი ამაში. თუ ვიტყვებოდე შვილოს პიცა. და იმისა იყოს, კი, შენ ხარ ყველაზე ის მაგრამ აი კი, დამეთანხმდნენ სხვადასხვა იმ პერიოდში, მე შესაძლებელია არ ვტყოდი არც ბიჭები, რომ იმ პერიოდში შეიძლება მე არა, ხო იცნებია დაკარგავს ფორმას. იმ პერიოდში შეიძლება მართლა ყველაზე მაგრად ვიჯექი, ბიჭებში რა. მაგრამ კინო იღებოდა ერთი წელი მაინც ხომოულით. და მაგრამ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ამაში თუნდაც ასანკით გაჯობებს მარტო ცხენდაშდომით. ანუ ეს ვინა ვინ? ვინ არის სარკელ? ხო. გურამიზე მეუნებად, მაგრამ ნუ ეს მე ეხა შვილს რომ მამაზე გეუნებიან, ამაზე კი ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასა. მაგრამ მე მაინც გამიხარდა. კი ბატონო მეუთხარ, პირველ მეორე პირველ არა უშავს. აგე კიდაცორი რა კაცი იყო, კი ბატონო შეხედავდი, რამე თან მე მაგ ვოლგა ყავდა ერთი პერიოდ თეთრი ვოლგა. რაღაც პლატოდან ერთხელ წავიყვადა და საქსი მიყვანდა, მაგარი სასწაული კაცი. მე ბედნიერი ვარ, რომ მე მან გამზარდა და მე ვცდილობ, როგორც მან გამზარდა, თავისი აზროვნება რაც ჩაუდო, იგივე ჩემი შვილები. კი ბატონო, შვილებთან. რომ დღემდე რა არის უკვდავობა? არაფერი ხო უბრალოდ ის არის რომ სულ გიხსენებენ კარგად ჩემი აზრით ეს არის მე ჯაპან დღემდე ამდენ 2014 წელს გაკრიტიკებდა რაღაცებს გაზრებს და მე ვამბობ ადამიანი არ შემთხვევაში 10 წლის განმავლობაში გარდაცვლილი კაცი რომ ვიღაცას რაღაცა ისე ეთქვა აი ნუ ხო საოცარი ისტორიები ვიცი თავისი ისტორიებით რო აქვთ მე ვერ ხვდები როდის ასწრებდა ამას იმიტომ საქმე ხო იყო ამის თქვენთან ხო იტყუებით მე ანუ ხალხი არ ვიჯერებ რას ქვია ბრაზდებიან ჩემი აზრით აი ეს მოკლედ ვიტყვი ეს არის უკვდავობა რომ და ბედნიერება რომ ესე უყვართ დღემდე ადამიანი მე ამისთვის მადლობა და შენ რაღაცებს აი გაძლევ და შენიშნებს თქვა იცი როგორც რჩევებს საყვარლად შენ რაც კი ვერც კი მიხვდებოდი შეიძლება ისე მოეარა ეს რჩევა თქვა რა თქმა უნდა მაძლევ და კინო გურამი და კინო მე ღლაპირო შევედი პირველად კინო ახლა ოღონდ ისე რა აი ისე ესე რაღაცა კამერასთან თან იქ ჯიმი იყო ოპერატორიც ცხონებული ქრისტესა ნუ სასწაული კაცი რომელიც რაღაცა თქო რა შეიყვანებს და ისიც რო გულშემატკივრებს და უნდა რომ კარგი იყო და ისიც რომ ანუ ხო ხუთები რა გლების ხორმს ვიღებდი და მესამე სერიის მერე გარდაიცვალა ბიჭო და აი დაეთხო სერია კი ბატონო ჯიმი ნუ ახლა სამი სერია ჯიმი ამბობდნენ რომ საერთოდ ხელიცო ყველა ჯობდაო საოცარი პატარ ყველას აი ხელით გადაღებაში საერთოდ ეს ამანა რა როლით მოვიდა შენთან პოპულარობა დავით როდის გახდი პოპულარი მაინც თეატრში მე რომ სველია სამან ხო ამან პირველი ეფექტი გამოიწვია ხო ჯერ ვაფშე გამოიწვია ეფექტი ზოგადად საქართველოში კი ბატონო კი მაგადა თემა საერთოდ თეატრიდან ძალიან ძნელად მოდის ეგ ამბავი ძალიან ძნელად მოდის კინო და ეკრანიდან მოდის თეატრმა ისეთი რაღაცა მოახდინა არის ბილეთს ვერ შევვიდი ნუ ჯიოს მეძახდნენ გარეთ ქუჩაში ანუ ჯიო კი ხახლა დაიწყო თეატრში სიარული ერთ-ერთი კი მაგით დაიწყო რომ რუსთავის თეატრი მოგეხსენება 800 რაღაცა ადამიანი ის ისეთი ზე ანშლაგებით მიდიოდა ამდენი წელი 800 ადამიანი ხო ეხუმრებით რომ ესეთი ანშლაგებით იყოს ну ცოტა ეხლა როგორც ყოველთვის ეხლა აზრები ხო იყო ადამიანებში იქ ზოგმა სხვანაირად გაიგო სპექტაკლი აქ სხვანაირად გაიგო მაგრამ ძირითადი თემა იყო აქ სიყვარული და რომ ცუდია ეს ყველაფერი თქვა იგივე ის ნარკოტიკიც იგივე ეს თემაც და ჯანსაღი ლამაზი ასე თქვა ისა ყველას ჯობია და იყო კიდე პლუს ამას იმ ჩაძირულ გემრიერ ნიჭიერ ბიჭებზე ვინც იგივე აი რაღაც მიზეზების გამო სულელურად დაღუპეს ქვია ამას პრინციპში რა. კი ბატონო, აბა რა. დაღუპეს. ხო, თვითონ აბა ომი გვინდა ვარიძახთა ახლა აცეთ. პატროული იყო რა. აფხაზეთში მონაწილე ხო და თავისი იმეებით და ეს ისეთი პოპულარობა ამან მომიტანა ნამდვილად. მერე იმან კაცო აჩდილება. ჯიო. არა, აჩდილების ის პირველი ბათქაბუტკი ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ხო იცი ეს
იმას ერთად კიდე ესეც დაემატა მალევე. ის ადრე იყო ბევრად. 95-ში იყო, საჩიდები გამოვიდა, 90-იანებში დავიწყეთ, მაგრამ ომი აფხაზეთის მოეწყო და დიდხანს ვიღებდით ამ ფილმს, ერთი 4 წელი ვიღებდით. და მაგრამ ისიც მე ესამოს 97-ში იყო, ანუ იქვე მოხდა ეს ასე ვთქვათ, აჩდილებიც ეს იასამანიც. ეს ისა პოპულარობა ზოგს ეხა არ მოწონს, ეხა დამეტალი რომ აწუხებენ ქუჩაში. იცი რა არის, ნუ გაასორა, თავიდან გაასორა. გაახო, ცუდი არის ხო. ასე წუხებულო არაზე, ეხლა ესე შედგაწუხებლად ეხლა ნახდათ ის ყოფილა, მაგრამ მე რაღაცნაირად იყო მილენ, ხო იცი 20 ხდება და შემდეგი ჰოპ ისევ თემა იყო რომ ეს უკვე ბარათეონი, ეს აქითკენ უკვე ბარათეონის თემა, რომელიც ყველას ეგონა რატომღაც რომ აი მაგალითად დელისთან ჩამოვიდოდი მეყიდა რაღაცა მწვანილები. ჟამიკელი თუ ვეთყოდი, უკვე სახე სხვანაირად. თქვენ ამდენი ფულის პატრონი. კარგით რა. უთხრა ვინ მე? ბარათეონი. რა შეშია ბარათეონი? მე ვარ დათო ვარ დარჩია. რომელიც მინდა მწვანილები დამიკლო რა. არ ყოფილი. იგოლი ხარიან. ახო და აი მაგრამ ნუ მე ეხლა მე ვფიქრობ უკვე ცოტა მე ჩემ თავში ის მომდის რომ კაცო ესე მაგრამ ვითამაშე დავიჯერო მე რომ ესე გონია თუ მე მეკაიფება ანუ ხო ხტები უკვე ვერ ხტები რა უნდა რა აი დოზირება ხდება ინტელექტუალური ამბავი ნუ არის ხო მაგრამ ნუ დედასთან დაკავშირებით მითხარი გურული ხალბატონი სიხარულიძეა თუ ხო სიხარულიძე ტირე ყაჭეიშვილისა იმიტომ ერთი გვარია ეგ რა ფაქტიურად ყაჭეიშვილი იყო ერთი გვარი იყო ყაჭეიშვილი გაიყვნენ მე სიხარულიძე გადაკახდნენ თუ რაღაცა გურული ხარ დედი და მამით ორივე ჩისტა კროკა ფიშტო რამე ტყუიას პიაში ცხენზე ზიხარ კი ცხენზე ზივარ აგიდა რა დარჩია ხარ გვარად დარჩია ბანდ ხო იყო ყაჩაღი ვიღაცა დარჩია სისონაი ბიჯო ნაკებია ბიჯობაში მივიდა და ძმა იტირა არ შეშინდა იმ ტონჯარში ცალხელში თოფი ეჭირა სიზრი მოაწყამდა თვალში ცრემლი მოაწყამდა თვალში შემტარი და მეცოცხალი ძმაზე არ რაფერგებია რომ ხალხშიო ძმა მოუკლეს პერესტროიკაში აბა ბიჭო კაცი თავს იკლობდა რაფერგებია რომ ხალხში რომ მოუკლეს კაცი სისონი ეს იცი როგორ გურია მიყვარს არა გურია მეც მაგრამ გურია ისეთი ხარია რა მართლა გალაქტიკა მამაჩება შემაყვარეს სასაული ამბავია მამაჩები როტმარი კაცი ჯერ მარტო იმ ხელა ის არის ამ სიმღერის რო იუმორი ჯაზი გინდა თუ რაც გინდა ეგ არის პირველი და ბატონი ანზორის შავი შაშუჩიო და მოისმინე ძმა მოიგდა ხასაბეგურა ჯაზი მე ერთხელ გიაყანჩემა რაღაცა მე მგონი ლამარას რო ვაკეთებდით სპექტაკლს გიაყანჩემა მოიტანა 31 წლის თუ 30 წლის ჩანაწერი. ლომთათიძე, ელქომაიშვილი, მამა, ამისი, ანზორის და რაღაც ჯიბლაძე თუ რაღაცე გვარი იყო. რომელიც პირველი ხმა ყრუა საერთოდ არ ესმის, დაყრუდა. და რაც ახსოვს იმას ამბობსო, ამ კრიმას. ხო, ხო. და ამას ქვია რაღაცა ღიღინი თუ რა. ნუ ხალხო ეს შედევრი. სად დადის, ან ბანისად მივიდა, სად დადის და რატო გადის, რატო გამოდის? ასაული რა. ინსტიტუტზე გადავიდეთ ეხლა ჩემო ბატონო. შენის და ჩემის პედაგოგი იყო, რეზო მირცხულავა იყო ჩემი. აცხონოს ღმერთმა მაგარი. ლევან მირცხულა. ლევან ტირე რეზო მირცხულა. ლევან რეზო მირცხულავა. მე რატომღაც სულ აი სასაული იუმორით მაგარი სასაული იუმორი. ძალიან მაგარი. თავის იმას იუმორი ქონდა ბიჭო ნინო მანფრედს. არ გავდა რაღაცნაირი ისეთი აი რაღაცა აი ეგეთი პრივიჩი რაღაცა ტიპი რა მიმიკებიც ეგეთი იყო მაგარი კაცი მე ვთვლი რომ არ ვიცი შეიძლება პედაგოგი დიდი არ ყოფილა მაგრამ უდიდესი ისა რეჟისორი ასე თქვა დიდი არ ყოფილა მაგრამ უდიდესი კაი სპექტაკლი კონდა გავიგე მაგრამ ხო მაინც ხო ხვდები მაგრამ უდიდესი პედაგოგი პედაგოგი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იყო და ჯგუფი თუ ჩვენ ბოლომდე იყო თავის მოსაზრდები და ხოც ბოლომდე გამოყვა და დაადგით ისა გუშინდელნი ვითამაშეთ რეზოს და ბილოქსი ბლუზი რომელიც მე არ ვითამაშე სამწუხაროდ ბოლოს მეოთხე კურსზე ძალიან აირია თემა და თითქმის არ ვიყავი ინსტიტუტში მე კითხვა საწყა არ გინდა ითამაშეო და ვერ მოხერხდა ჩვენ ფოჩი წაგვიყვანა კაცო ექსპერიმენტი იყო ფოთის და მე იქ დაჩარო ქონდა იქ მე ცხონებული ვასიკო ძოწინი და ჩემი ჯგუფელი იყო ვასიკო და მე ვასიკო ხან მე და ვასიკოს ხან მე და მალხაზ ხან მე და ზალიკო ჩიკობავას დაგვაწარებდა იქ ვამუშავებდა იქ წვერში რო ქონდა დაჩა ხო წვერში ნუ მოკლედ ძალიან მაგარი ადამიანი ესე მე მგონი დღეს არ ვიცი ჩემი აზრით ჩვენი პროფესია ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პედაგოგსა და სტუდენტს შორის დამოკიდებულება და რაღაცა სხვა ურთიერთობები რა ვიცი დღეს თუ ესეთი რამე მე მგონი არ არის ცუდია სხვანაირი რაღაც ერთმანეთს უჩივიან და უწივიან და რაღაცები
ის უჩივია. ის რაღაცა სხვა იყო და ციფო იყო რა. კი, რა თქმა უნდა, შემოკარგო. რა ისეთი მითხარი, ჯგუფელები ვიდიყო შენ. ჯგუფელები ჩემი იყო ფანტასტიკური ჯგუფი, მახო აბულაძე. გომელაური მე. ნიკუშა გომელაური, ვასიკო ძოწენიძე, ზალიკო ჩიქობავა, ვახო ნოზაძე, ჩვენი პალიკოს ბიჭი. თქვენი მონამორჩილი, მე შაკო ჭეიშვილი. ვინმე არ გამომჩი დათამაშები აქვს შემოსული ვახო ახალაძეს ჩვენთან სპექტაკლში ნატო მურვანიძესაც ჩვენს ცხონებული იაშკასაც დათამაშები აქვს დათუნა იაშკი კი ბატონო და ნუ ესეთი ჯგუფი ქალები ყავდა მანანა კაზაკოვა ჭოლას მეუღლე მაია ლომიძე ჟორჟოლიანი და ხათუნა ბერძენიშვილი აი ეს არ ვიყავით დიდი ჯგუფი ესეთი პატარა ჯგუფი ვიყავით და ჯგუფები საერთოდ პატარები ვიყავით ხო პატარა ვიყავით მაგრამ ну აი შუსტრები რა რო ვიტყვით რა ასე ვთქვა და მოკლედ ძალიან კარგი დრომა გატარებული ჩემი დრო კიდე ჯაპანა ის იყო რა აი კაი ბუფეტიც რო იყო რა ეგ დრო იყო და კაკო რო იყო ბუფეტი თუ გინდა გახდი ატლეტი ჭამე კაკოს კატლეტი რო ეს იყო ახლა და წვედი ქონდა რაღაცა ბიჭო კაკო კოლას ეძახდა მაგარი წვედი ქონდა რა თავის წვედი ქონდა რა სახში მე და გურამი უნება გიგასთან გადიო მაშინ გიგა იყო იქ კულტურის რაღაც სახლი როა იმისი სახლი ცენტრალური საზოგადოების თავმჯდომარე კი ბატონო მიდიოდა მე ვნახეო და საჩუქარი აქვს შენთან მოგცემს რაღაცას წავედი მეორე დღეს ბატონო გიგა გამარჯვე რას მაძლევს აი ამ სისკე ტალონებს მაშინ ტალონებით იყო კვება აჰა მადლობა სამოვიღე შენ ნუ თეატრონის სუჩი რა ხდებოდა რა კვება იყო კაკოსთან არის მთელი ინსტიტუტის კი აი ტალონები ვიცი მე ჩემ დროს კიდე არ იყო ტალონები რა რობიკოზე ვთქვა ერთი ორი სიტყვა მე ვიცი რომ ნათლია შენი კი ბატონო ბატონო რობი დღეს იუბილარია მიულოთ დღეს არის იუბილარი საშუალება მომეცე მამისა კი ბატონო კი ბატონო ჯერ მე მოვულოცავ ბატონ რობერტს პირადად ვულოცავ ნუ არ ვიცი ხა რა უნდა ვილაპარაკო ხა რობერტ სტურვაზე რომ ეს არის გენიალური რეჟისორი და ხო მოუყვე ხა და დავიწყო ნუ ეს იყო ეს იყო დღესასწაული რა ხა მე თან მახსოვს როგორ მახსოვს იცი მე ვარ 73 წლის გავხდით და ასე რომ აი ესენი მახსოვს აი ეგ აი პირველი სპექტაკლები მახსოვს როგორ 73 წელს დადგმული და 74 წელს დადგმული სპექტაკლები 76-ში დაიდგა ცარცისრე ო ესენი მახსოვს მე წარმატებები და ჯანი ეგ მიუწერე დღეს რაც მახსოვს და დავიწერე აგე იყო როგორი ამოვიგე ესეც ძირითადად რესტორნებში მე თემიკო დათუნა ბესო უკან ბატონი ბედნიერი სახით მე მინდა მიულოცო შეფს ჯანზე იყოს ეს არის თავი რაც დაუწერე ამას ეხლა მე რაღაცა უთხრა ჩემთვის პირველია და პირველი დარჩება ყოველთვის იქნება ეს ადამიანი თავი ეხლა ეს იყოს ჯანზე რომ გამოგვადგეს ისევ ჩვენ ახალგაზრდებს ერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმიტომ რომ არის სუპერ ადამიანი ასე რომ მიულოცავ როგორ არის თუ ალკოგოლს თუ ეტადება თუ ისე ვეღარ მაგრამ ამას აქ მაგიჯანი აქ რომ კიდე მიიღოს და კიდე სვამს ასე თქოს კაი სპირტს აღარ ალბათ უფრო ხმიდოზე გადავიდა კაი ხანია სპირტი ამოგდებულია მე მახსოვს რომ ვისკი უყვარდა კი კაც თავის პერიოდები ყველაფერზეა ასე ვთქვათ მაგრამ ნუ ბოლო პერიოდში მაინც ღვინო და ბატონობეთი ღვინისტი იყო ყოველთვის ხო და კიდე შეუძლია ასე ვთქვათ მადლობა კი ბატონო მე მიხარია იგი 87 წლის შესრულდა იგი პატარა ასაკი არ არის მაგრამ უსურო ჯანმრთელობა კიდე ვიძახი რომ დიდხანს ყავდეს დიდხანს უეჭველი მაესტრო ბატონო რობერტ უზარმაზარისათვის გავკეთებდი ჩვენ მადლობა ღმერთს რომ ამდენი ხანი კიდე ადამიანი ამ ქვეყანაში რაღაცა ის რჩება ხო იცი რა ეხლა რომ არსებობს ეგეთი ადამიანი კიდე რა აი საი ბავშვობიდან რომ დღესასწაულს გიწყობდა ის კაცი კიდე რო არსებობს და კიდე რო ელოდები რომ რაღაც დღესასწაულს პლუსის გამახსენდა მე შენი შეკითხვაც ნათლია კი ჩემი გუგასი მე არ მომინდომები არაფერი თვითონ მომინდომა არ გამომიდო ბიჭო ესე იგი რეჟისორი და არაფერი არ წავიდა გამოვიდა კი როგორ არ წავიდა ეს არის მთავარი ისა გუგას სანამ დაიბადებოდა პირველი ვახარე რობერტს რო გავიგე რომ ვიკა ჩემი ასე თქვა ყოფილი მეუღლე ურსულად იყო პირველი ვახარე ბატონ რობერტს ბუფეტში და ჭამდად და მივედი და მეთქი ბატონ რობერტ ვიკა მეგზიმეთა და გაუხარდა სქესი არ ვიცით ჯერ მარტო ანახარო ურსულად არის იმ რაღაც აპარატო
დაიბადებაო ბიჭიო კალენდარი და მიცა ვიკას ის კალენდარი აქვს ვიკას დღემდე შენახული დაიბადება ბიჭიო მე მოვნათლაო და მესამეჯერ ნუ რუსულად თქვა ион будет великим режиссером 21 века და ჩვენ ხოთი რა უნდა გავიცი ხო უცებ დაიბადა ბიჭი ჯაპან ხო ეხლა ველოდი მონათლა ბატონმა რობერტმა ხო და აი მესამე თემა რო გუგამ თავიდან სხვა რაღაცაზე ჩააბარა აი ეგ ხო ეგრევე აი და მეთქი ბატონობებს მოუყევი მაშინ ადრე რამოდენიმე წელს უკან აი მეთქი ბატონობებს თქვენი 2 წინასწარმეტყველება აი მესამე მეთქი და 10-თან მეთქი და посмотрим помакაზე და ნახოთ ისოდი მინდა გადის ახლა რამოდენიმე წლები გუგა არ მინდა ეს ისა იძახის გუგა და ნუ რაღაც აი რეჟისორობა რა უფრო რეჟისორობა რამდენი წლის არის გუგა 27 წლის არის აქ რაღაცები რეჟისორობა აკეც ვანგა არის სამაშია საქმე ბატონობეთ მე ვთქვი ჩემ ბიჭს რაღაცა მეთქი ერას ვამბობდე და მაშინ დგამდა პრომეთეს მეთქი შეიძლება დაждდეს ანუ ხო ცით რომ უზის რა თქვენთანო რა ასე ვთქვათ კი სეგი პრომეთე ეჯდა ორი სპექტაკლი ეჯდა ბატონობეთს ის თავისებური მარაგია ჯაპან კიდე აეხება ხო ხვდები რა ხო გასაგებია ამ განმავლობაში დაიწყო ნუ უცებ და გვიან მაგრამ ხო ცით რეჟისორი განათლებული თუ არა სახიობი თუ არ მოაწყო თუ არ ძალიან ჩაბარა რა არის არ ჩაუბარებინე აქ არსად არაფერი არჩია თვითონაც დაუჩია რომ გერმანიაში მიუნხენში არის იქ სკოლა წავიდა თუ წავიდა და აი იქ 4 რაღაც კურსები არის 4 წლიანი თემა იქ დაამთავრებს ბატონო ჩემო და იქიდან მიჩვენია იმ თავისი რაღაცა ხედვები და აქ უკვე თავისი აღებული მე ესე ვთქვი რომ ბატონ რობერტისგან და ის ასე ვთქვათ მუღამი აღებული აქვს ეხლა იმას დაუმატებს და მე რა ვიცი თუ ასრულდა ბატონი რობერტის ისა წარმატებები ჩემო ბატონო დიდი წარმატებებს უსურვებ ჩემო კარგო აი ხო და ერთი ეგეც მითხარით შულთან სცენაზე დგომის ამბავი როგორია ისე აი მე მდგარ ვარ მაგალითად და რაღაც ჩემთვის ცოტა მე ვიულობ რა მართლა მე ჩემთვის ვერ ვიმართებოდი აი რაღაც მომენტებში ახლა ნუ თქვა სპექტაკლზე იმას მე იცი რა მომივიდო და აი გენერალური პეცეზე იმაზე თქვა რაღაცას გავაკეთებ და მე რომ ელენე მოდიოდა ელენე ჩემი მას მეშვებოდი და ესე ვიყურებოდი ნუ რა შვება აი გეგონება მეც რაღაცა ხო რა შვება ახლა ეგ რეპეტიციებზე უფრო მემართებოდა ხო და როგორ მუშაობს რაღაცა განვიცდიდი ისე და მე იმასაც განიცდიდი იქ არ შეეშალოს რაღაცა ხო ზედმეტად ხო ორჯერ განის შენი ხო ყოფილი ჩემი ყოფილი და ისიც განის იფაქტები ხო ქონდა ესე იგი თან თურმე პრედიფაქტე სასტაიანი რუსულად უკაცრავად ხოლმე თუ მე ვარ ყველა გაგაცის და მოკლედ ყოფილა მსახიობი რომ სცენაზე გადის გული არის წინა საინფარქტო მდგომარეობაში რა თურმე რა არის აი რომ გასანამ გახვაც როგორი პროფესია როგორი რთული ხო ყველა სპექტაკლზე თუ რა არა კაცო ეს რო სირთულე და ის არ იყოს ჯერთ იმ უცხოეთში მილიონებს ვინ მიცემს არტისტს ახლა სულელები კი არ არიან რთულია ძალიან რთული კინო საერთოდ სხვა პროფესიაა მე ესე ვთვლი ვიდრე თეატრი. იმიტომ არის ჩვენ ვართ კინოსა და თეატრის მსახიობები. რატო ვართ? მაგრამ მე მსახიობები და მორჩა. კინოსა და თეატრის. მე ვთვლი თამაში ორი. დრამისა და კინოს ესე დრამისა და ხო ესე დრამისა და კინოს ესე იგი თუ ეს სხვაობა დიპლომში ეგრე გვიწერია. კი ბატონო, ეგ სხვაობა არის, ნამდვილად არის. თამაში ორივეგან არის კი ბატონო, ის მაგრამ თეატრს სხვა თამაში უნდა და კინოს. რა თქმა უნდა, ნიუანსებია აბსოლუტურად. ისეთი ნიუანსებია, ეგ თუ არ იცი? კი ბატონო, კაცო. კინოში ჯერ სიკვდილში თამაშებ და მე დააბადება. იწყებ, ალვითარებ და აბარა მე მაყურებელთან ურთიერთობა ვასურვო რაღაცა. მე ვთვლი რომ ვიბრობელი უფრო მაგარია ეს სხვა თემა, მაგრამ ნუ ორივე თავისი თეატრი ვაფშე ფეხბურთზე გადავიდეთ. ფეხბურთი ყვიყვარს. ბევრი რამე მინდა კითხო, ეხლა მე მაგ დარჩენილი 20 წუთი რა. ხო და მაგრამ მინდა რომ ბევრი რამე კითხო. დაჭერება. სიამოვნები, ეხლა ერთად დავждებოდი კიდე, ჭიქასაც მოგიჭახუნებდი ჩემო. ამ სიცხეში ცოტა ტეხავს, აქ გრილა. აქ კონდიციონერი გვაქვს. გარეთ პაპადაკება. ვიქნებით, ვაში, ხო რა, ბავშვი, მეგობრებს და გადასებებს თავი დაადები და ჩვენ დავჩებით. დავჩებით მე უჭახუნებ ჭიქას, კაი კონდიციონერი ყველაფერი. აი, ჭიქა რო და დაცვრიდან ცვარი რო აქვს ცვარი ცვრიანი ხო და ფეხბურთი გავს თეატრს გავს ცირა თუ გავს იქაც ტაქტიკა იქაც ტაქტიკა ხო იქაც მაყურებელი აქაც მაყურებელია იქაც
ერთგულება და ერთი სრულოვნება და ერთი გუნდია და აქაც ერთი გუნდია. ბევრაში რამეში გავს. ამის მაგალითები არის კახი კავსაძის თემები და ასე შემდეგ, ხო? ფეხბურთთან დაკავშირებით. კი ბატონო. კახის მე ნაცვალე მაგარი ხო და ეხლა ფეხბურთი რა გაინტერესებს? აბა ინტერესებს კიდე მოდი ვიკაიფოთ ეხლა ჩვენ და დავკვდათ იცი გუნდი გავაკეთოთ მსახიობებისგან აი კახი იყოს თუ კიდე გარდაცვლილებით აი როგორ ეხლა მაგალითად ესეთი რა მეკარე 4 მცველი 4-4-2 ეგეთი აი ვის დააყენებდი მე მინდა მწვრთნელიც მითხრა გაიგე? აი მოდი ვიფიქროთ ამაზე რა. აი მეკარე ვიწარმოგი, კახი, კაი მეკარე იქნებოდა. იცი რა არის? მცველად უფრო. სიმაღლე მცველი უფრო კარგია. ხო, კი ბატონო, კი. იცი რა არის? მსახიობები უნდა იყოს? მსახიობები იყოს, მსახიობები გავია. არა, ხელოვანი შეიძლება კი, თუ საჭირო. იცი რა, იმიტომ რომ მირიანს დავაყენებდი, კაში, იმიტომ რომ მეკარე იყო მირიანი. მირიან შველიძე პავლოვიჩი. რას მელაპარაკე? პატარა დაბალი, მაგრამ ნახტო მიქონდა ძალიან მაგარი. მო ჩემს ავით ყოფილა, მე მეკარე ვიყავ. ხო და იყოს არ გავიზარდე. იყოს ერთი მეკარე იყოს არამსახიობი, ხო შეიძლება ხატვარი იყოს, თეატრის ხატვარი. კი, როგორ შეიძლება, კაცო, თეატრის შესულ. შუა ცენტრი კახი. აჰა, კიდაცვალი შემითავე. ეხლა იქით-აქით. ხო, იქით-აქით. იქით-აქით ვის შეიძლება, აბა? მარჯანიშვილი ისა მარჯანიშვილიც მოვიყვანოთ. აუცილებლად ყველა თეატრიდან, კაცო. ყველა თეატრიდან. კი ბატონო. ხო, შეიძლება რა, ვაი ვიკ ხა მაგალითად თან ისეთი უნდა იყოს, მარტო მაღალი კი არა. მარტო მაღალი კი არა, კაცო. ეხლა მაგალითად თემური ჩხეიძეს დავაყენებდი მე წვრთნელად. იმიტომ რომ იქნებოდა გენიალური წვრთნელი და იყო ფეხბურთის გიჟი. კი ბატონო. იყოს გეთახმებით, კი ბატონო. წვრთნელი უკვე ყავს. კი ბატონო. ხო და შეიძლება რომ დააყენო კიდე ეხლა არის ვინ თამაშობს ეხლა ბიჭები და კიდე შენ არ ითამაშებდი შენ ასე თამაშები ნახევარდაცვის ტიპაჟი მე არა ვარ მე 9 ნომერი ვიყავი ყოველთვის კიჭა ვიყავი კიჭა 9 ნომერი ვიყავი ყოველთვის მაშინ თავდასხმაში შეუბადა იმიტომ რომ ეხლა უკვე სხვა ფეხბურთია მათ ცოტა ფეხბურთი იყო ძალიან სირბილი მეძარებოდა ზაზა პაპუაშვილი დავაყენოთ დაცვაში არა ზაზა პაპუაშვილი მე მგონი ის რომელი 5 ნომერად ისეც რა არის ისა ჩამშლელი ანუ მუშა და იყო ძალიან მე მაინც ისა მაინც დახევარდაცვაში მიდი მოდია კაცო მარტო ჩამშლელი ის კი არა ანუ რომელიც დახევარდაცვა იგივე რა აუცილებლად დავაყენოთ ზაზა ჭიჭინოზე სადავაყენოთ გვერდზე კრაი შეტევი 7 ნომერი. მე უნდა მოვი საპაში დავსვათ. არა. ცეცე თამაშობს. 7 ნომერი მივცეთ ზაირჟინიო. ხო, ჟაირჟინიო. მე მეტყობა ხო რომ ბრაზილიის ნაკრების ზავა და სუაი ვადარებ იმან. ნუ კრისტიანი. ბერდოს რა უხო. ბერდოს რა. ერთი უნდა შევიყვანოთ ვინმე ბერდოს ფეხბურთელებიდან აუცილებლად. მე მგონი ექიმი. მასაჟისტი ექიმი ბერდო ლევან ბერიკაშვილი მასაჟისტი და გავაგზავნოთ ფეხბურთელები ბაჩილეჟეო დაცვაში აი ხისტი დაცვა ხო ხისტი რუამტრებს ანუ კახის გვერდზე ხო თუ გაცდა კახის ეგრევე კასტალო უნდა მოჩეხოს ხო იმიტომ რომ ეს არის რა ქვია ხო და კახის პერიოდში თავი გადაპარსული უნდა კონდეს საშიში იყოს საშიში უნდა კი ბატონო ხო და არა ის არის კახის თაობაც აუცილებლად მე შევიყვანდი მანდ სწრაფებს აქეთაც სწრაფით გვინდა ერთი გარემარბი ხო გია ცხონებულ იმას ძველაზე არა ვაიმე გია ჩვენი კაცო ვიდა ბიჭო ფერაძე ბიჭო თამაშობდა ფანტასტიკურად გასლაპარაკო სერიოზულ ფეხბურთს გამომაშტერა მე კიდე დათამაშები მაქვს ამ მიგიას 11-ს თამაშობდით იმას კინოსტუდიაში იყო მაშინ იქა ბიჭო თუმანაშვილი ო სტადიო თამაშობდი 11-იანებს გია ფერაძეს აუცილებლად შევიყვანთ ფეხბურთელის დონეზე თამაშობდი ფეხბურთელის დონეზე თამაშობდი ფეხბურთელის დონეზე ძალიან მაგარი ყველაფერში ნიჭიერი იყო ბიჭო იყო უნიჭიერესი კაცი ამ პინგ-პონგს როგორ თამაშობდა ყველაფერს თამაშობდა კი გენაცვალე ხო რა ვიცი შეიძლება ფერაზე როგორ გამოგჭაჭე გია ნუ გია სადაც გია დააყენეს მოუვიდაც იგი და უკან სოსო ლაღიძეს ვათამაშებდი ის თამაშობდა კი თამაშობდა სოსო ფეხბურთს მოდი ვათამაშოთ მარჯანიშვილს დავაყენოთ თემურა
კილაძე. აბარა. აუცილებლად დავაყენებდი. ფუტბოლის ძველი ფეხბურთელი. ძველი ფეხბურთელი. კი ბატონო. ესე შევქმნით რაღაცა შევქმნით რაცა გუნდი. კაპიტანი კახი რა. კაპიტანი კახია. მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. კი ბატონო. თანდასხმაში ნუ ხა მეც ხოვარ და ვიყოთ რა ჩვენზე ვითამაშოთ. შენ თამაშობ. კი მე თამაშობ, თამაშობ. თანდასხმაში მე გავიღლებდი და გამოვწონე და რაში დოდაიგები მე გამოვწვი. 9 ნომრები მე და შენ ვითამაშობ. აჰა. ესე იგი ვიდა რომ მუსიკაზე გადავიდეთ ჩემო ბატონო. ესე იგი დავაკეთ მუსიკა. გაცვია ზაბა. ეს გეტყვი. მე რომ სახეობ მე შემდეგ ცხოვრებაში ვიქნები მუსიკოსი. ხო? დარწმუნებული ვარ. რატო? რა იყო? შენ ბავშვობაში იყო რა ეგეთი რომ მუსიკის წახვედი მივხარე რომ აი რომ მიყვანა დედაჩემა დო რე მი დავიწყე. ხო, და აღარც. აი რაღაცა ვერ ავყევი იმ ხო არის ბავშვობაში ვერ აყვეს ერთ მომენტში. და მივანებე. არ და თურმე ძალიან ჩემია რა ეს. აუ, ეგ არის ხო რა. ნანო ფეხა, რასაც ნანო. ერთი კითხვა ეგეც მოდა. ესე იგი ალბათ ეგ არის. იცი რატო გუძნო უფრო ყური მაქვს რა, კაი ყური მაქვს რა, ნუ მუსიკა მესმის. და თან კიდე ამას უნდა გაუჯობესება უნდა რომ მუშაობ. რა თქმა უნდა რომ მუშაობ ხომ უმჯობესდება, აბა ისე მარტო და ყველავარიანში უმჯობესდება. როგორც ჩემი აზრით ელენესაც იგივე, იმიტომ ელენესაც 100%-იანი ყური ქონდა ჩემ შვილს. ესე ეკასთან მინდოდა კონტრიკოსთან მიყვანა, იმასთან ვერ მივიყვანე რა, ვეცები მომიყვანე ეკა მეთრის მიქრე, ვერსაც ვერ მივიყვანე და ნუ ეკასმა პელე რატო არა თამაში. პელი არის, ხო შენ პელი? პელი ერთი კაი ხო დავჭა. ირაკლი ჯუბელი ჩემი არ თქვი. ხო შენი ჯუბელი გამოგჭა პელი გამოგჭა. არა პელი ჩემი ოქროკაცი. ჩემი მეჯვარია პელი კაცო. მეჯვარი გამომჭა. ვაიმე. ირაკლი კონტრიძე ჩვენი ოქროკაცი. ხო და მოკლედ რას ვამბობ? არა, მუსიკაზე ლაპარაკობ. მუსიკაზე, ხო და აი ფრენკ ზაპა გაწერია აგერ ძმაო ერთი ორი სიტყვა მაგკაცზე გითხარი. აი ვიცი რომ იშლები მაგკაცი არანორმალურად. ნუ ეს არანორმალურად იყო. რაღაცე ხო, ნუ როცა მე უკვე გადავედი იქიდან, ასე თქვა მძიმე როკიდან, მძიმე როკს უხსენდი პატარაობისას ჩემან დიდმა ნაცავმა მაგარმა ბიჭებმა ბატონო არა, იმიტომ რომ მაშინ კიდე კაი რომ შემაყვარა და ბავშვობიდან ფარფლებს და რა მესმოდა მაგრამ აი ამ ყურში ეს მესმოდა კიდე კაი ეს მესმოდა და არა რაღაცა ისე რა ქვია, რაღაცა ნუ ამში. ხო. და მე 90-იანებიდან მე უკვე დავიწყე ამ ადამიანის მოსმენა და მივხვდი რომ ნუ ის ძალიან დიდია. ის ძალიან მაგარია. იმის მესმის მე ის რაღაცნაირად მისი კომპოზიციები რაღაც თეატრია, კინოა, რაღაც ყველაფერია. იქ ფრენ ზაპა, იმას გაზარდა და დიდია რა. ხო და ამ სიდიდეში მეც აი რა მგონია რომ რაღაცას ჩავწვდი და აი მუღამს პოულობ. ისე მე თვითონ დრამერობა მინდა. ჩემ მე მგონია რომ აი გიცდია ისე? ცადე კი არა, ჩემი აზრით, აი კეთებაში, აი რა ქვია მაგას, აი ხო იცი რა იმით გაკეთებაში, რომ მიუბაძოლობაში. ალბათ გავალ ჩემპიონატში, თუ ვერ მოვიგე 3-ში გავალ. ანუ ჩართავენ თემას და იმათ მე ავყვებით ხო რა. ოღონდ აი ისე რა. აი ეს კი დამუშავარი გაქვს რა მაგას. არა, ავყვები ნაღდად კი არა, ისე ავყვებით ხო. ისე არა, ისე ანსამბლი მქონდა კაცო. აგიცდია მაგი დრამერობა? ესე მისცია და მაგრამ მაინც სწავლა უნდა, იმას თავისებური. ეხლა ამ დონეზე ხო და ასე თქვა დრამერობა. იმიტომ ფრენკის თავიდან სანამ გიტარას აიღებდა დრამერი იყო. და მე ერთ უხსნიდა რაღაც გიტარას, აი ესე მინდაო რომ გააკეთო და ის ვერ აკეთებდა და აი მომეცი გიტარაო. რომ მიცა გიტარა, რომ გააკეთა, რაღაც მოუხსნია მე. ჭორები თუ გაგიგია, მაგ უამრავი ჭორები დადიოდა. სასწაული ჭორები დადიოდა. აი თვითონ სცენაზე მოისაქმაო. თვითონ გადაობდა ამას. ხო. შენ სცენაზე მოისაქმაო და მე წამაო და ეს თუ ერთსო უთხარიო რომ ეს ტყვილი არის არ ყოფილაო. ის გამიბრაზდაო. იმას ეწყინაო. რას ქვიაო? არ ჭამეო ეს იგი იმისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ძალიან უნდა ეჭამა. გამოვიდგინე შენ რა. რა იყო ცოტა ავანტყოფი ნახე ამ ბოლო პერიოდში რა. ამდენი ავანტყოფის მიგია რა. მუსიკა შემდეგ ცხოვრებაში მუსიკოსი ვარ. კი, გასაგები აი ცხოვრება რომ უკან გადაახვიო რა შეცვლი მეთქი და აი მაგა ეს შეცვლილი მუსიკოსი დრამერობით დავიწყებდი და თუ გავაგზავნებდი არ ვიქნებოდი მაგის წინააღმდეგიც, ანუ შეიძლება მე მუსიკა დამეწერა. თავიდან უნდა გითხო, ცხოვრება ხა დაიწყებდი მუსიკას მიხედავდი. მე თან შემსრულებელი უფრო დაიწერა მინდა მუსიკის რა. აი ხო ხტები, აი უფრო იმისკენ ვიქნებოდი და დაწერისკენ და არა უფრო შემსრულებლისკენ რა. ხო, გასაგებია. ისა, დავით, მე კი არ ვიცოდი, შენ პედაგოგიცა ხარ შემოძმა. რამდენი ხანია? არ ვიცი, არა მე მქონდა შემოთავაზებები რაღაცები, მაგრამ იცი რა არის ცადე გითხრა. აი არა დიდაქტიკის დიჭი პროსტა არ გამაჩნია. გითხრა, იცი რა მე ცადე, აი ყოველ შემთხვევაში ცადე მაშინ რომ რამდენად დიდი ხანია, მე არ ვიცი. 1-2-3 წელია უკვე სამი ხო. და ჯგუფი ყავს უკვე? ყავს, ეს სხვადასხვა ჯგუფი ყავდა.
ეხლა კიდე მყავდა წლენს მომავალწესაც რაღაცა იქნება ბავშვები სავარაუდოდ ჩვენთან თეატრთან არსებული ეს თეატრონია და იქ მოდიან ბავშვები და რა ვიცი ჩემ მნიშვნელოვანია ჩემთვის ჯაპანი ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამე თუ შემეძლება და რა ვიცი მგონია რომ ეს მაგასაც ვახერხებ ნუ რაღაცა ჩემი ცოდნა რაღაც დონეზე ახალგაზრდებს გადავწევ ვინც უნდა ესე იგი დრო ბევრ დროს უთმობ ნუ ახლა ხო ნუ ჭირდება მაგას თავისი დრო თავისი გაკვეთილები თავისი მუშაობა თავისი რაღაც დონეზე ჩვენ ასე ვთქვათ იქ კიდე პედაგოგები არიან ვამზადებ ჯერ პირველი ჯგუფი არ გამოგიშვია აწილოგავა არა ჯერ არ გამოგიშვია არა ესე გამოშვება არა კი გადავდე მე ხდებიან ეს აბიტურიენტები და მე მედიან თეატრ ინსტიტუტში და ნუ ზოგი აბარებს ზოგი ვთქვათ როგორც ხდება თეატრ ინსტიტუტის გარეთ არის გასაგებია მე მეგონა არა გარეთ ახლა შიგნით პედაგოგობა კიდე სხვა რამეა ხო არა გარეთ ისინი და ძალიან მიხარია ამ ბოლო პერიოდში კიდე მივიწყებული იყო თემა მქონდა საღამოებზე ლექსისის არ გამოდოდა და ნიკუშამ გადაყარა ეს სპექტაკლში მაკა შალიკაშვილთან ვითამაშეთ სხვადასხვა გალაქტიონი ვითამაშე პოეზიის ასე თქვა გალაქტიონი ლიტერატურული ხო ლიტერატურული და იქიდან ახლა ლექსი რა ლექსი რა თქმა უნდა მიყვარდა მაგრამ ამ დონეზე არა და ეს მაკასთან დამეგობრდი ძალიან და სულ უნდა რომ რაღაცა რაღაცებია საღამოები თუ რაღაცა რომ მე თქვა ლექსი და ნუ ერთი ორჯერ მე ვთვლი რომ ხო ცით ლექსის კითხვა ისე არ არის შეიძლება ბიდი არტისტი იყო და ლექსს ვერ კითხულობდე რა რაღაცა კი არა რა თავისი მუხამია კითხვის და რა ვიცი გამოგდისო მეუნება ხო არ მეკითხავ რა ეს ხო თუ გახსოვილი და თუ არა და არც ეგ არ არის პრობლემა ხო არ კიდე პატარა იცი რა არის თორე არ არის პრობლემა ხო არა ამას რაღაცა ცოტა მუღამი ცილა აბარა და სიტუაცია უნდა იქნება აი მე ლექსი რა ასე ვთქვათ ამაში მაკაც გივახსენებ შეიძლება უცებ დაარტყას და გითხრას ჩემთვის კიდე აი ახალი ხილია ამას რაღაცნაირად იმავშვები თქო და პოულობ გასაგებს ჯერ ფიქრობ კიდე არ ვიცი ჩემია თუ არ არის ჩემი კიდე ვერ ხვდები რა ვიცი კიო მეუნებია და ასე რომ ცოტა შემოგივლო ჩემი თავი დავით მე ვამბობ უბრალოდ რომ სიახლეებით ჩემთვის სანამ ვართ ჯაპან ცოცხლები არ არის ცხოვრება დიდი ხო იცი რაც სიმღერები ლექსები რამე წუთისოფელი ყველაფერი აი ეს არის რა ამაში მინდათ რომ ჩაღაცნად ჩავეტიო კარგად სიყვარულით ბედნიერებით და აი გიჟობების გარეშე ხო შეიძლება დავით შენ გენაცვლო ჩემი თავი დრო აღარ აქვს უნდა შემოვიდეს ინფორმაცია სტილამდე ვიждებოდი აქ და შენ ერთად ვისაუბრებდი ისეთი კარგი მოსაუბრე ხარ ისეთი გებრიელი აი რა გითხრა რა კიდე იმდენი მაქვს საქმედი და იმდენი და ჩაგაცა მეც მინდა მაგრამ ნუ არ გამოდის რეგლამენტიო იქ და კურსი მეუნებიან ეს იმიტომ მეკეთია გასიებული თავია ხო რომ რაღაცა შედგა და რაღაც გავაგებინეთ რაღაცას ამ სიყვარულით კი ბატონო რა ჩვენ კიდე შევხვდებით არ არის პრობლემა ისეთ ცხოვრებაში და ასეთ შევხვდებით დასადა ეკრანის ხილას უეჭველი მადლობა მინდა გითხრა შენ შემოგროვო ჩემი თავი მინდა გითხრა რომ წარმატებები მინდა გისურვო შენ გედასვო ჩემი თავი ჯანი გულის პრობლემები რო ქონდა და გულის პრობლემა არ ქონოდეს აქ ყელის პრობლემა და საერთოდ ყველაფერი რაც ყელზე იწყება ყველაფერი მაგრად ქონოდეს ნიშნობა ხო რა და რაც ყელზე არ იწყება ისედიც რა ჩემოგარგო რა სულ ვიყავი ჯანმრთელად და ბევრ წარმატებებს და უბედური მადლობა გიფტი მომზადებისთვის შემოკარგოთ. თქვენ კიდე ბატონებო და ხალბატონებო უნდა გითხრათ რომ ხვიკითა ხუჩაბად შემოგიერთებით. ისე ჩვენი გადაცემა მილია და ეკავე ფხაზე შემოდიოდა ხალბატონი ეკატერინე, მაგრამ ნუ ვერ შემოვა, იმიტომ რომ შეგულებაშია დავასვენოთ ადამიანი ერთი ორი კვირა. დაგიბრუნდება თუ უეჭველი. მადლობა მინდა გითხრათ და ერთი კითხვა მინდა დაგიტოვოთ. აი ეკა თუ არის ეკატერინე, მაკა რატო არ არის მაკატერინე? კარგად ბრძანდებოდეთ.